მეგობრებო, გუშინ დავდგინა ძვისხე, ნახეთ. 100 მეტრიანი წერტილოვანი განათება მქონდა, ესე სათითაოდ არის წიწვებზე დახვეული და ბოლოში დამაკლდა 100 მეტრი იყო, მაგრამ მაინც დამაკლდა და აი ამებით გავაფორმე, მაგრამ ისე მომწონს, ისეთი ლამაზია, რომ აი მეტი არ შეიძლება. მე ისევ გაცილებული ვარ, ხმა არ მაქვს. განათება გავაკეთე აი აქაც. ოღონდ ეხლა ღამ დღე არის და არ ჩანს და ღამე როგორ ჩანს, მაგასაც გაჩვენებთ, ულამაზესია. ჩემო ქმარმა მოგვიტანა კაკაო, ის უნდა გავაკეთოთ. მე დატასუნა, მე ხომ გამოვაცხოთ ის შოკოლადის ნასო ვაკეთებ ხოლმე ტორტს. გუშინაც გამოვაცხე, მაგრამ გუშინ ის არ მქონდა გუშონი და ბისკვიტი ეგრევე შეიჭამა. ეს ლიზუნა მიყიდა და აი რა მოიტანეს კიდე. და ესეთი ფაფი, არა სელპაკის ქაღალდი. ახლა ეს წაიღე თავის ადგილზე და დაგთხოვ, რომ არეული არ იყოს საქაურობა, თორე ვერ გაგიგებ ნამცხვარს. ხო, ოთახებში დამჭა, სპანებში დამჭა, ბავშვების საძინებელში ჩემთან დამჭა. ესეთი განათების გაკეთება, ოღონდ ესეთი არ არის, ბავშვებთან სხვანაირია. ცოტას დავისვენებ, გუშინ ძალიან დავიღალე, აი შევა არ დამიჯეროთ, მაგრამ 7 საათზე თუ 7-ის ნახევარზე დავიწყე წერტილოვანი განათების დაყენება და დავამთავრე 12-ისკენ, ხო? თუ 11-ისკენ. აი ბოლოს უკვე მე ვთქვი, всё, აღარ მაინტერესებს, აღარ მინდა თქო, მაგრამ მაინც მე არ უნებდებოდი და ისე გაკეთდა. ეს ხმა წამივიდა, მეგობრებო. გუშინ ძალიან დავიღალე და ალბათ მაგიტო. არა, უკაცრიებული ცხოვა. აი აქ ეს კუთხე მოვაწყე, ესე ლამაზად. ამაში ელემენტია ჩასადები. და ამაშიც ახალი ელემენტია ჩასადები. აქეთ ესტეფშები სადმე უნდა დავდო. აი ეს ტასუნას მორთული ის არის, ამაში ესდევს. და ეს მომიღე ერთი წამი. აი ეს ლამაზი, ნახეთ რა ლამაზია. ფულა. ხომ ეს დასაკედი არ ქონდა? არა. აბა ეს უნდა ეს ეჯდება. ide, ესე ხო არ იჯდეს. აი ეს მაქვს. აი ეს გვაქვს. ეს შენ გაჩუქე შარშან სეკრეტ სანტამეს მამიკო მიყიდა, ეს მე რო გიყიდა იმ დღეს. ეს მე მაჩუქეს სეკრეტ სანტამ შარშან სამსახურში. ანუ ძირითადი საჩუქარი კი არ იყო, გზადაგზა რომ ეს რა ბანკა? არა. ეს ეგ მე ვიყიდე. და აი ამ ბანკისთვის მინდა ისო ვიყიდო ნატურები, შიგნით რო ჩავდო. აი ესეთი წვრილი წერტილოვანი ნატურები მინდა შიგნით რო ჩავდო და მე აქ მინდა გავუკეთოთ და შენ რო იცი ისე გაალამაზე ხოდე. ხო, აქეთ რა გვაქვს? თოვლის პაპა გვაქვს. აი ეს გვაქვს. ეს გნომიკი გვაქვს. აქეთ ესენი გვაქვს. რა? ეს. ეგენი მე ვიყიდე, ეგეთი ხო ბევრია. ხო. აქ კიდია. სადღაცა. ხო, აი ეს არის ჩემი ფავორიტი. ჩემ ფავორიტი კიდევ ეს. აი ესეც. აი ესე ნახეთ ხო გითხარით ვაზაში ჩავდებთ, მაგრამ არა ესე მომეწონა მე. და ჩემი ყველაზე მეტად ეს და ეს. ეგ ხო. კიდე რა. მოკლედ, რომელიმე არ მომწონს, მეთქი ვერ ვიტყვი უბრალოდ. ეგ მოძრა ბურთი, მოიცა, ეს ჩამოვარდნილია. ой მე ხელი დამეჭდა ამაში. ხო, ესეც აი საკ დაკიდეთ ასუნაი ამ ადგილას მიდი. ასე გამოიყურება ჩვენი საახალწლო ნაცვის ხე. აქაც მინდა განათება. და მოკლედ აი ეხლა ეს ისე ყუთში მიდევს, უნდა გავარეცხო ეხლა და
ამაში ესეც სამედექსადმე მინდა რა დავდო. ხო, აქეთკენ ესენი ხო განახეთ. და გვაქვს ეს სკუშონები, რომლითაც გავაკეთებთ ნამცხვარს. ნახევარი ჭიქა ზეთი. არა, ნახევარი ჭიქა არა, ერთი ჭიქა ზეთი. კაკაო 4 სუფრის კოვზი, აი ესეთი. ან კიდე მეორე თავარია მუქი იყოს. ეს ძალიან მუქი არ არის, ამაზე მუქია ხოლმე კიდე ყავისფერ შეფუთვაში რომ მოხდეს. ის კაკაო არა, ნესკვიკი. ნესკვიკი არა, მაგრამ ეს ძალიან გემრიელი კაკაოა და ესეც ძალიან მიყვარს. ნესკვიკია. 4 კოვზი ეს და დანარჩენი რაც რჩება მინანქარს ვაკეთებ ხოლმე. ოკალეთ, თავიდან ვიმეორებ. 3 კვერცხი, 200 გრამი შაქარი, ვანილი, 1 მაწონის კილა, 1 მაწონი 1 კილა, თითქმის 1 კილა, ბოლომდე არა, 1 სუფრის კოვზი სოდა, ზეთი, აი რამდენი ჩაქად დაახოთ იმდენივე და კაკაო 4 სუფრის კოვზი, ნუ მეტი შეგიძლიათ კაკაო არ არის პრობლემა. და მე აი აქ ყველაფერი არის, ეხლა რაც ჩამოვთვალებ ქვილის გარდა. მე ფქვილი იმდენი უნდა გავუკეთოთ, რომ გახდეს სქელი არაჟნის სისქის. და მე ტაფაში ჩავასხავ, მეორე ნაწილად ვაკეთებ, ხოლმე ზოგჯერ 3 ნაწილად. გამიწვალე. არა, ერთი წამით ეთქო. გააჩნია ისა. ნამიწველი. მასა რამდენი გამომდის ხოლმე. ზოგჯერ ცოტაზეც ბევრს უშვები ხოლმე, ხო გეუბნები თვალის ზომით ვაკეთებ რა და ზოგჯერ 3 ბისკვიტი გამომდის, ზოგჯერ 2. ეხლა გუშინ 2 გამომივიდა მაგალითად. ეხლა არაჟანი ძალიან ცოტა მქონდა. აწონიც არ მქონდა და ცოტა არაჟანში გავხსენი სოდა და დავასხებ ზე. იმედია კაი გამოვა და ახლა ფულს დავუმატებ და მე განახებ როგორი მასა იქნება და ძალიან ბჟუტავთ გაზის ცეცხლზე დადგავთ თავზე დაახორებ და სანამ არ გამოცხება არ აახდით. მე რო აახდით შპიჩკის იმით ჩხირით ჩაარჭობთ ნახავთ რომ გამომცხვარი გადმოიღებთ და ჩაასხოთ და ხაზე ზეთი აუცილებლად უნდა მოусვათ. უნდა მოასხათ და მოусვათ. სულ ეს არის აი როგორც ერბო კვერცხია, დიდი ტკიფო არ უნდა. კვერცხს ჩააგდებ, გაათქვიფო, შაქარს მაყრი გაათქვიფო, ანუ თითო წოწიც არ უნდა ყველაფერს. ეხლა გვინდა ჩვენ ფქვილი. აი. აქ ვერ ვდგევარ კონდიციონერი მაცუნებს ძალიან და აქეთ გადმოვინაცვლე. აი ყურეთ ფქვილსაც ესე თვალის ზომით. თავიდან რეცეპტის სული ისინი ვიცოდი. რა ქვია იმას ნორმები როგორ უნდა გამეკეთებინა. და თავიდან ეგრე ვიცავდი ხოლმე 100 გრამია ეს 200 გრამი ის, ანუ ყველაფერს დეტალებში ვითვალისწინებდი, მაგრამ მე ხელს რო შეაჩვევ, ხო? თავარი ინგრედიენტები იცი და მე ყველაფერი თვალის ზომით კეთდება რა. აი ესეთი რაღაცები არ მიყვარს. აი ესეთი სისქეს გეუბნეოდით მეგობრებო, ნახეთ. აი უფრო სქელი შეიძლება. ცოტა ოდნავ სქელი მეტი აღარ. აქეთას უნდა მეცადინეოს, მოკლედ. ეხა მე სანამ ბისკვიტს რო ჩავასხავ და სანამ ეს გამოცხება, მანამდე მინანქარს დავიწყებ, რომ ისიც მზად იყოს და ესენი რომ გამოცხება, მინანქარი უკვე მზად იქნება. აი ეს კომპოტი უგემრიელესი ხა მივირთვი, უნდა მივირთვა. აქეთას უნდა მეცადინეოს, იქით წხვება, იქით მინანქარი გაკეთდა, იქით წხვება ბისკვიტი, იქ კარტოფილი უნდა შევწვა. და დასუნა კერ მეცადინეოს. უცხოლი ვაქვს დასახატი. და უცხოლი აქ კიდე დასახატი. აი ეს ნახეთ. მე ესეც აღარ ვაკეთებ ხოლმე თვალის იმით ხვდები რა. და აღარ ვარჭობ ხოლმე.
მაგრამ ეს უკვე მზად არის, იმიტომ რომ ხვდები რომ ძირზე მზად არის. ბაღს დიდი ღობე აქვს. კი ბატონო, სწორია. ეს ჩვენი პირველი ბისკვიტი. და როგორც გითხარით, 2 ცალი გამოვა. ანუ როცა ერთ მთლიან მაწვნის ქილას, აი ოდნავ რო ვაკლებთ ხოლმე, იმითი ვაცხობ, 3 თავისუფლად გამოდის, თან მაწვენი უფრო სხვანაირად ფულდება. ეხლა მე ცოტა მქონდა არაჟანი ძალიან და ძალიან ცოტა კიდევ რძე დავამატე და ანუ პროპორციები არ იყო ისე დაცული და მაგიტომ 3 ვერ გამოვიდა. ეს ჩვენი ნამცხვარი ცოტა ლამაზი არ არის, იმიტომ რომ სამაკაც ვერდად მოვთეთ. მაგრამ შიგნით არის უგემრიელესი. რა. ირთმევ. ნელა ბინდდება და ჩვენი ნათურები უფრო და უფრო აციმციმდება. ეს ჩვენი ნამცხვარი. მოთხოვე. ცოტა ულამაზო გამოგვევიდა, იმიტომ რომ ინაქ არის სქელია, ესე შეგიძლიათ გადაამაზოთ. მაგრამ გემოზე თავს დავდებ, ისეთია.